მოგესალმებით, მეგობრებო, მე ზაზა კანკია ვარ, პროფესიონალი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი. დღეს არ ვისაუბრებ ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე, არც გაყიდვების ნიუანსებზე, მიდგომებზე, შესაძლებლობებზე. დღეს ვისაუბრებ აბიტურიენტებისთვის, სტუდენტებისთვის ძალიან საჭირო თემაზე, სწორ მოლოდინებზე და რეალობაზე. მეც როდესაც ვაბარებდი და მსგავსი ტიპის ინფორმაცია რომ მქონოდა, ვფიქრობ რომ კიდევ უფრო საინტერესოდ წარიმართებოდა ჩემი კარიერული ეტაპები, რაც გავიარე წლების განმავლობაში. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო პროფესიის არჩევაზე და უმნიშვნელოვანეს ნიუანსზე, რაც ძირითადად განსაზღვრავს ხოლმე იმას თუ სად, როგორ განვითარდებით და როგორ წარიმართება ჩვენი კარიერა. მე როდესაც პროფესიის არჩევის ეტაპზე ვიყავი, აქცენტი გავაკეთე ისეთ პროფესიაზე, სადაც ნაკლებად აბარებდნენ აბიტურიენტები, ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას და რატომღაც მეგონა რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ უფრო მარტივად დავსაქმდებოდი კონკრეტული პროფესიით, ესე რომ ვთქვათ, მე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბაკალავრი ვარ. და როდესაც ამ პროფესიაზე გავაკეთე აქცენტი, მინდა გითხრათ რომ კავშირგაბმულობის გარეშე დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, ანუ ინტერნეტისა და სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების გარეშე არც ერთი ბიზნესი არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო და სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ თუნდაც ეს პროფესია ვქონოდა. მაგრამ ძირითადად მუშაობ მენეჯმენტში, გაყიდვების მიმართულებით და თუ მე პროფესიით უნდა მემუშავა კავშირგაბმულობის გამართულობაზე და დაკავშირებულიყო სხვადასხვა ქსელი, ახლა მე ვმუშაობ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის ერთმანეთთან დაკავშირებაზე და მათი შესაძლებლობების განვითარებაზე. თქვენ როდესაც დადგებით იმის წინაშე რომ არჩევანი გააკეთოთ კონკრეტულ პროფესიაზე, მე გირჩევთ რამოდენიმე ნიუანს, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. პირველი არის ის, რომ რამდენად მოთხოვნადია ეს კონკრეტული პროფესია ჩვენს ქვეყანაში. მოთხოვნადში იგულისხმება, ანუ რამდენად შეძლებთ ამ კონკრეტული პროფესიით დასაქმებას. მეორე არის ის, რომ რამდენად გაყიდვადია თქვენი პროფესია. ანუ პროფესიის გაყიდვაში იგულისხმება თუ რამდენს გადაგიხდიან, ანაზღაურება დაახლოებით საშუალო რამდენია ბაზარზე. მსგავსი ტიპის ინფორმაციის მოძიება დღევანდელ რეალობაში ძალიან მარტივია სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით. არის მნიშვნელოვანი ნიუანსი, რამდენად საინტერესოა და ახლოს არის თქვენთვის ეს პროფესია, ანუ რატომ ირჩევთ ამ პროფესიას? იმისთვის რომ გქონდეთ შემოსავალი, თუ იმისთვის რომ ძალიან გიყვართ და გაინტერესებთ ეს კონკრეტული მიმართულება. სიყვარულსა და საჭიროებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მაგრამ უნდა იყოთ რეალისტები. ხანდახან არის ისეთი მომენტები, როდესაც რეალურ შედეგებზე გააკეთოთ აქცენტი. აქედან გამომდინარე, ამ სამ ნიუანსს თუ მიაქცევთ ყურადღებას, ძალიან მარტივად მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ სამომავლოდ სწორად გამოიყენოთ თქვენი პროფესია. როდესაც რეგიონიდან ჩავდივართ თბილისში, ხდება ძალიან ბევრი გამოწვევა, რომელსაც არ ველოდებით, არ გეგმავთ საერთოდ არაფერს და მაგალითისთვის რომ გითხრათ, ჩვენ გვიწევს თბილი კერის დატოვება და გვიწევს ძალიან დიდ დისკომფორტში ყოფნა, რომ დავიწყოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია. ანუ თუ ჩვენ მაგალითად დასავლეთში გქონდა ყველაფერი საკვებიდან დაწყებული, დამთავრებული სახლი, კარი და ასე შემდეგ, თბილისში როცა ჩავდივართ, გვიწევს სხვის სახლში ყოფნა, სხვისი გარემოს ყურადღების მიქცევა, მოვლა, პატრონობა და ასე შემდეგ. და მან როდესაც ჩავდივართ, გვიწევს ფიქრი იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუნდაც ის ერთი ოთახი რაც გვაქვს ნაქირავები, გახდეს 3, 4, 5-იან ასე შემდეგ. ანუ გაფართოვდეს ჩვენი საცხოვრებელი არეალი, გქონდეს უკეთესი პირობები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პირველივე თვეს იმაზე ზრუნვა და შრომა, რომ გქონდეს შემოსავალი ძალიან რთულია. მით უმეტეს თუ არ ხარ მიჩვეული იმას, რომ მარტივად შეძლო ადაპტაცია სხვადასხვა გარემოში, სამსახურში, უნივერსიტეტში, ეს ხო ცალკე თემა არის, მაგრამ
არ არის ისეთი ამბავი, რომ ვერ გადალახოს ადამიანმა. თავარია სურვილი ქონდეს, რომ ადგე და განახორციელო, გააკეთო ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს, როდესაც გაიაზრებ, პირველი რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ გაიცნო შენს უნივერსიტეტში მენეჯმენტი, თუნდაც ლექტორები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც არიან მენეჯმენტში ჩართულები და ქმნიან რაღაც კონკრეტულ ამინს უნივერსიტეტში. გაიგო როგორ მუშაობენ მაგალითად, რას აქცევენ ყურადღებას, რეკომენდაციას როგორ გასცემენ მაგალითად კონკრეტულ სტუდენტებზე. რეკომენდაციას როგორ გასცემენ? იმის გამო გასცემენ, რომ კარგად სწავლობ თუ გაქვს კარგი უნარები, ხარს ხარტი, კარგი ადაპტაციის უნარი გაქვს და ასე შემდეგ. ბევრ ნიუანსს უნდა მიაქციო ყურადღება, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ. უნდა დასვა ძალიან ბევრი სწორი კითხვა იმისთვის, რომ შეგექმნა სწორი მოლოდინები კონკრეტულ საკითხებზე. თუ იქნები ჩაკეტილი, შენი ადაპტაციისა და განვითარების ეტაპები ძალიან ნელა გააგრძელებს სვლას, ხოლო თუ მოინდომებ და დაიწყებ სხვადასხვა არხებისა და შესაძლებლობების მოძიებას, შენი ადაპტაციის პერიოდი კიდევ უფრო შემცირდება და მარტივად შეძლებ დაიხურო იქაური ფუდი, სადაც ხარ, ეს მარტივად რო გითხრა. როდესაც უნივერსიტეტში გავიცნობთ აკადემიურ პერსონალს და გავიაზრებთ თუ სად ვართ და რას ვაკეთებთ, ამ პერიოდში უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ, როდესაც ვიწყებთ სწავლას, თუ რა თქმა უნდა გვაქვს გრანტი და სწავლობთ უფასოდ და მაგაზე მაგარი არაფერი არ არის, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ხოლმე დამატებით სწავლის ქირის გადახდა და ამ სწავლის ქირას გვიხდის, რა თქმა უნდა, ჩვენი მშობელი, რომელიც ინვესტიციას აკეთებს ჩვენში. და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თანხა საიდანაც არ უნდა იყოს მოსული და რა ფორმიდაც არ უნდა მოდიოდეს ჩვენამდე, ეს ჩარიცხვა იქნება თუქეში, უნდა გახსოვდეს, რომ ეს თანხა რო შენამდე მოსულიყო და კონკრეტულ უნივერსიტეტის ანგარიშზე მოხვედრილიყო, ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული. შესაბამისად, შენ გაქვს ვალდებულება, რომ ისწავლო, დააფასო შენი მშობლების შრომა და ეს შრომა უნდა დააფასდეს სწავლით. მარტივად რო ვთქვა, უნდა გქონდეს კარგი ქულები, უნდა მართლა სწავლობდე და არა უბრალოდ დადიოდე უნივერსიტეტში და უბრალოდ დრო გაგყავდეს კონკრეტულად იმ შენობაში, სადაც ასწავლიან ჩვენს ფაკულტეტს. ეს უნდა გქონდეს კარგად გააზრებული, ანუ რისთვის ჩამოხვედი, ანუ იმისთვის, რომ მართლა ისწავლო, თუ უბრალოდ მშობლებს უნდა გადაახტევინო კონკრეტული თანხა, რაღა 4 წლის განმავლობაში და დაბრუნდე ისევ იქ, საიდანაც წამოხვედი. არწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ასეთი ადამიანებიც არსებობენ და თუ შენ ამ ჩანაწერს უსმენ, დარწმუნებული ვარ, რომ შენ ესეთი არ ხარ. შესაბამისად, თუ შენ გადაწყვიტე რომ ისწავლო, შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი მშობლების მიერ განხორციელებული ინვესტიცია სწორად გამოიყენო, მიიღო ის ცოდნა, რომელიც სამომავლოდ მოგცემს კარგ შემოსავალს, შესაძლებლობებსა და მოგცემს დამოუკიდებლად ცხოვრების ესე ვთქვათ, ფართო გზას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, ახლა რაზეც ვილაპარაკე, რომ მე მქონია შეხება ისეთ ადამიანებთან, რომლებიც უბრალოდ ჩამოვიდნენ თბილისში და გაიგონ პონტი რა არის და მე მქონია ისეთ ადამიანებთან შეხება, რომლებიც მართლა იღებენ იმ ინვესტიციას მშობლებისგან და იყენებენ სწორად. ახლა რა გადავიდეთ იმ ეტაპზე, რომ უკვე დროა დავიწყოთ ძებნა ჩვენთვის პირველი სამსახური რომ ვიპოვოთ, ეს მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც პირველ სამსახურის ძიებას დავიწყებთ, მოლოდინი არ უნდა გქონდეს, რომ პირველივე თვიდან ჩვენი თეორიული გამოცდილების ცოდნის მეშვეობით მივიღებთ მაღალ ანაზღაურებას. ჩვენ ინვესტიცია უნდა გავაკეთოთ პრაქტიკული ცოდნის მისაღებად. ნებისმიერი კომპანია, რომელიც მზად არის, რომ ჩვენი თეორიული ცოდნა რაღაც X თანხად დააფინანსოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და გვექნება შესაძლებლობა, რომ ეს პერიოდი ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ, არის ძალიან მაგარი რამ. მეც, როდესაც მაგალითად პირველ სამსახურში მივედი,
გეტყვით რომ მოლოდინი მქონდა რომ უფრო მეტი შემოსავალი მექნებოდა, მაგრამ ძალიან მცირედი იყო, სულ რაღაც 200 ლარი მქონდა, მაგრამ ვფიქრობ რომ ის 200 ლარიანი შემოსავალი რომ არ მქონოდა და იქ რო არ მემუშავა, დღეს მე სადაც ვარ და რა რეპუტაციას მაქვს ამ კონკრეტულ მომენტში ჩემს დამატებით პროფესიაში, რასაც ქვია გაყიდვები, ამას ვერ მივახწევდი, ვერ შევძლებდი უბრალოდ და გირჩევთ რომ უბრალოდ უსაქმოდ ყოფნას, რაღაცის მოლოდინში, რაღაცის ძიების დროს, თუ გამოჩნდა რაღაც კონკრეტული, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, აუცილებლად ცადეთ, დაიწყეთ. თუნდაც 3 თვით, 2 თვით მაგალითად სტაჟირებები გაიარეთ და ეცადეთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაიცნოთ. რაც უფრო მეტ ადამიანს გაიცნო დედაქალაქში, მით უფრო მეტი შანსი გაქვს რომ სწრაფად განვითარდე და მიიღო აი ის შემოსავალი, რაც მაგალითად პირველივე სამსახურის ძიების პროცესში გაქვს. შესაბამისად, ისევ იმ თემას რომ დაუბრუნდეთ, როდესაც პირველ სამსახურს ვეძებთ, ჩვენ ვეძებთ ისეთ კომპანიას, რომელიც ცაწყის ეტაპზე სტაჟირებით მოგცემს პრაქტიკულ გამოცდილებას. ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ შენ კონკრეტულ პირობაზე თანხმდები კომპანიას, რომ კომპანია შენთვის გამოყოფს რაღაც კონკრეტულ დროს, ფინანსებს, პირობითად 10-დან 6 საათამდე რაღაც პერიოდს აფასებს რაღაც X ფიქსირებული თანხით და ძირითად შემთხვევაში არსებობს ხოლმე ბონუსები და რეალურად ფიქსირებულის ნაცვლად ბონუსები არის ის შემოსავალი, რაზეც ვმუშაობთ ჩვენ. მაგალითად, გაყიდვებზე მაქვს აქცენტი გაკეთებული. ახლა ამ მომენტში, რა თქმა უნდა, პროდუქტის რეალიზაცია ძალიან რთულია, როდესაც წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა იმუშაო და ასე შემდეგ, მაგრამ თუ გაგიმართლა ჩემსავით და გეყოლება ისეთი მენტორი ან მეგობრები, რომლებიც გასწავლიან იმას, თუ როგორ უნდა ემუშაო კონკრეტულ მომხმარებელს, ძალიან მარტივია რომ გქონდეს კარგი შემოსავალი, ესე მარტივად რომ ვთქვა, კარგი რა, უფრო ნორმალური რომ თუნდაც თვიდან თვემდე შეძლო საკუთარი თავის რჩენა საკვებითა და სხვა საჭირო, ვთქვათ, პროდუქტებითა თუ სხვა საჭირო ინვენტარი. როდესაც კომპანია იწყებს, ესე ვთქვათ, ჩვენთან თანამშრომლობას, მოლოდინი მისგან არის ის, რომ გააზრდის პროფესიონალ თანამშრომელს და მზად არის ინვესტიცია განახორციელოს ამ ფორმით. ხოლო თქვენი მოლოდინი კი არ უნდა გქონდეთ, რომ უცებ მივიღებთ შემოსავალს, ანუ შემოსავლის მიღებაზე ფიქრის ნაცვლად თქვენ უნდა გააკეთოთ აქცენტი იმაზე, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. ანუ როგორ მუშაობს მაგალითად იურიდიული დეპარტამენტი, როგორ მუშაობს ფინანსები, როგორ მუშაობს მაგალითად call center პირობითად, სხვა სერვისები შეკეთების მიმართულებით, ან არ ვიცი გაჩნია რომელ სფეროში ხარ, იმის მიხედვით ან რგოლები როგორ მუშაობს და რა ვალდებულებები აქვს კონკრეტული რგოლის წარმომადგენელს. მენეჯმენტის კარგად გაცნობის შემდეგ მიხვდები თუ სად გინდა შენ რეალურად მოხდე და გააკეთო აქცენტი მაქსიმალურად იმ კონკრეტულ პროფესიაში. შეიძლება იყო მაგალითად გაყიდვები თავიდანვე და პროცესში გაარკვიო რომ გიყვარს მაგალითად გიყვარს რა უფრო გაინტერესებს და გიზიდავს ადამიანური რესურსის მართვა, ანუ მაგალითად კანდიდატების შერჩევა კონკრეტული პოზიციისთვის, ამ ადამიანური რესურსის განვითარება, ტრენინგების ჩატარება და ასე შემდეგ. ბევრი ნიუანსია, რომელსაც თეორიულად ვერასდროს ვერ ისწავლით, თუ პრაქტიკული გამოცდილება არ გექნება. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ ახლა ეს ყველაფერი უნივერსიტეტში ადაპტაციის შემდეგ, როდესაც თუ იწყებთ სამსახურის ძიებას, პირველი სამსახურის ძიებას, ჩვენ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ მივიღებთ მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას და არა მაღალ ანაცხოვრებას. ახალს გავუსვამ, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვაქვს თეორიული ცოდნა და არა პრაქტიკული გამოცდილება. თეორია ძალიან კარგი რამეა, მაგრამ რეალურად პრაქტიკაში ნებისმიერი ბიზნესის საქმიანობა არ არის დაფუძნებული თეორიებზე, ყველაფერი დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკაზე. იმაზე თუ რა მუშაობს და რა არ მუშაობს. ასევე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა არ არის შექმნილი იმისთვის, რომ კონკრეტული თანამშრომელი გამდიდრდეს. ბიზნესი მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი უნარებისა და შესაძლებლობების გამოყენებით მიიღოს მეტი შემოსავალი. ხოლო ჩვენ
კომპანიის რეპუტაციის საფუძველზე ვცდილობთ, რომ მივიღოთ მეტი გამოცდილება და ეს გამოცდილება შემდეგ დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავალში. ამ თემას ზოგადად ძალიან ბევრი მიმართულება აქვს, რასაც აუცილებლად ჩავშლი, მაგრამ ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ საკმარისია. იმედი მაქვს, რომ გამოგადგებათ მსგავსი ტიპის ინფორმაცია იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებთ მუშაობას, ახლა იწყებთ სწავლას, ახლა იწყებთ გარემოს შეცვლას და კითხვები გაქვთ საკუთარ თავთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთ ნიუანსს. კომფორტის ზონიდან როგორც კი გამოვდივართ, ჩვენ მზად ვართ დისკომფორტისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ შევეჭიდოთ ნებისმიერ გამოწვევას და ზოგადად არ არსებობს გამოწვევა, რომლის გადალახვაც არ არის შესაძლებელი. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოთ, ვიყოთ ძლიერები და ეს სიძლიერე გადავთარგმნოთ ჩვენთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში და ეს ახალი შესაძლებლობები შემდეგ უნდა გადავთარგმნოთ შემოსავალში, კარგ ცხოვრებაში, კარგ პირობებში და ასე შემდეგ. მოკლედ, მე ზაზა კანკია ვარ, საქმის მაკეთებელი. მე გაგიზიარებთ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო ნიუანსს ამ თემასთან დაკავშირებით. მომდევნო ვიდეოს ალბათ ჩავწერ იმაზე თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თვით ბრენდინგზე, სად უნდა ვეძებოთ მაგალითად ზოგადად სამსახური, რა ფორმით უნდა ვეძებოთ და ასე შემდეგ. ადრე რამოდენიმე ვიდეო ჩავწერე როგორც სცენარის ფორმატით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ფორმატის კომუნიკაცია თითოეულ თქვენთაგანთან უფრო მომგებიანი და საინტერესო იქნება, რადგან ზოგადად დაწერილი ტექსტები ძალიან არ მიყვარს და ბუნებრივობა არის გამოსავალი ნებისმიერი საქმის განსახორციელება. თუ რეალური ხარ, რეალურადაც გამოგდის ის საქმე, რასაც აკეთებ. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.